კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია მინდა გითხრათ. საინტერესო იმ კუთხით, რომ 11 თებერვალს სულ მომავალ კვირაში აშხაბადში, თურქმენეთის დედაქალაქში გაიმართება აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი. თურქმენეთის სამგზის ბოლო წლების სამგზის ჩემპიონი კლუბ არკადაგის მატჩი საუდის არაბეთის სახელოვან გუნდთან ალ-ნასრ, რომელშიც თამაშობს კრისტიანო რონალდო, რომელშიც უამრავი სხვადასხვა ქვეყნების წარმატებული ფეხბურთელები ალ-ნასრი იბრძვის იმისათვის, რომ გახდეს აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. აზიის ჩემპიონია საუდის არაბეთის, უძლიერესი შემადგენლობა ყავს, მაგრამ აზიის ჩემპიონთა ლიგას უმიზნებენ. და 11 თებერვალს გაიმართება ეს მატჩი, ახლა გამოჩნდება ფოტო მასალა, ვიდეოც გამოჩნდება. ეს ელგუჯა გუგუშვილია, ჩვენი წარმატებული ფეხბურთელი, მწვრთნელი, მეცნიერი მუშაკი, რომელიც თავის დროზე 96-17 წლებში იყო თურქმენეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფეხბურთში. აი ეს სურათი არის საფარ მურატ ნიაზოვთან გადაღებული. ელგუჯა გუგუშვილი ეს ფორმაშია. მივესალმე აქედან ბატონ ელგუჯას, ძალიან დიდი ხანძლივი გავლილი სპორტში, მეცნიერებაში, რამდენიმე ეს არკადაგის გუნდის ფოტოებია. რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორი იყო, სპორტის რაინდი, წარმატებული ფეხბურთელი, წარმატებული მწვრთნელი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობდა, ეს არკადაგია და 96-17 წლებში იყო თურქმენეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და თურქმენეთის წამყვანი კლუბის კოპენჰაგენი. ახლა თქვენ ხედავთ გორბანული ბერდიმუხამედოვს, თურქმენეთის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც არის ახლა პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე. ამ კაცის მიერ არის დაფუძნებული ეს გუნდი არკადაგი, რომელიც 11 თებერვალს ჩაატარებს შეხვედრას ალ-ნასრთან. კადრებში ხედავთ გაიოს დარსაძეს, ყოფილ ფეხბურთელს, მწვრთნელს, რომელიც სხვადასხვა კლუბებში მუშაობდა, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში იყო ერთი პერიოდი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი წევრის მოვალეობის შემსრულებელიც იყო. მთელი ცხოვრება ბატონ გაიაზე არის ფეხბურთში და ბოლო 5 წელი, 6 წელი არის FIFA-ს ტექნიკური კონსულტანტი, ექსპერტი და ბატონო გაიოზი იანვრის ბოლოს იმყოფებოდა აშხაბადში, იქ თავისი მისით ლიტველ კოლეგასთან ერთად და იქ დაულოცა გზა არკადაგს. ახლა კი ხედავთ კადრებს, როცა კლუბ არკადაგის დამაარსებელი და თურქმენეთის ყოფილი პრეზიდენტი ათვალიერებს იმ ოლიმპიურ სტადიონს აშხაბადში 45,000 კაცი ეტევა, ანშლაგი იქნება 11 თებერვალს. ეს კადრები სულ 2 დღის უკან არის გადაღებული, 2 თებერვალს გამოქვეყნდა თურქმენეთის საიტებზე და დიდი მადლობა მინდა უთხრა თურქმენეთის საელჩოს საქართველოში, რომელმაც გარკვეული ინფორმაცია მომაწვდა ამ მატჩთან დაკავშირებით. რაც შეეხება შეხვედრას, უზარმაზარი აჟიოტაჟია. და რონალდუს რაც შეეხება იცით რომ საქართველოში ორჯერ არის ოფიციალურად ასე ნამყოფი 2013 წლის ივნისში როცა რონალდუ დაესწრო თბილისის დინამოს აკადემიის ოფიციალურ გახსნას ცერემონიას გახსოვთ ხვიჩა კვარაცხელია იყო პატარა და ბიჭებიც დიახ 2015-ში რონალდუ ჩამოვიდა საქართველოში პორტუგალიის ნაკრებთან ერთად იმიტომ რომ თბილისში გაიარა პორტუგალიის ნაკრებმა შეკრება და მერე წავიდნენ ერევანში და იქ ითამაშეს სომხეთთან რონალდუმ გაიტანა გოლი და პორტუგალია მოიგო თბილისი კარგად ახსოვს რონალდუს და მე კიდევ დაუბრუნდებით ამ თემას მინდა წარმატებები უსურვო ორი გუნდს რასაკვირველია ახლა ძალიან მაგარი მატჩი იქნება და ბატონმა ბერდიმუხამედოვმა რომელიც იყო ყოფილი პრეზიდენტი იყო პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში პლუს ახლა არის თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე რომ დაათვალიერა ეს სტადიონი ასე მიმართა ფეხბურთელებს და მაყურებლებს თუ ფრეს მივახციეთ რა ჯობია ამას თუ მოვიგეთ ეს იქნება ფანტასტიკა თუ წავაგეთ არ არისო პრობლემა ჩვენ ვეთამაშებთ აზიის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს რონალდუ და თელი პლეიადა იქ
პორტუგალიელები, სენეგალელები მონაწილეობა უკვე საკმარისია ისეთი პლეი-ოფში გასვლა ასე და მოხვედრა ასე გუნდთან საფასუხო მატჩი იქნება 18 ფებრუარს საუდის არაბეთში. ამით ახლა შემოვიფარგლებით ამ თემის